საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით მხოლოდ 6 თვეში საარსებო შემწეობა 126,000-ზე მეტ ადამიანს შეუწყდა. კერძოდ 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 710,226-ში ადგენდა. ეს მაჩვენებელი ივნისში 584,127-ს გაუტოლდა. მონაცემების მიხედვით საანგარიშო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 126,089 ადამიანით შემცირდა. ცნობისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ეგრეთ წოდებულ გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსა. მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. 126,300-დან ამოღება ერთბაშად. ეს არ არის მარტივი განაცხადი, ხო? ეს არის რაღაცა, არ ვიცი, 15%-მდე შემცირება საქართველოს სოციალურად დაუცველებს. ან უნდა თქვას, რომ ეს იყო საქართველოს გადასახადების გადამხდელების ხარჯზე მასშტაბური აფიორა, რომლის სათავეში იდგა ქართული ოცნება და პასუხი უნდა აგოს ამაზე, რომ 100,000-ზე მეტი ადამიანი ტყუილად ყავდა საქართველოს გადასახადის გადამხდელების ხარჯზე პირდაპირ დაფინანსებაზე და მათ ეს არ ჭირდებოდა და ეს არის უდიდესი დანაშაული. ან ეს უნდა აღიაროს, ან უნდა აღიაროს ის, რომ 126,000 ადამიანი სრულიად უსამართლოდ, სრულიად არაადამიანურად დატოვა უკანასკნელი ბლოკმა პურის გარეშე. არსებული სოციალური სქემა და სისტემა ყოველთვის გათვლილი იყო არჩევნებისთვის და არჩევნების წინ ხოლმე ესია უფრო მეტად იზრდება, როცა არჩევნები არ არის უფრო მეტად იფერთხება. სიღარიბის ბრძოლასთან ამას აჩვენებს არანაირი შემთხვევა, არც საქართველოს და არც სხვა ქვეყანაში ხოლმე ერთად არ გააჩნია. ეს არის პოლიტიკური იარაღი ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფალს აქვს ეს პოლიტიკა, ხელისუფალს აქვს პოლიტიკა, როცა საკუთარი პარტიის წარმატებისთვის იყენებს საბიუჯეტო თანხებს, რაც არის კორუფციის ერთ-ერთი სქემა და ფორმა. ფული იხარჯება ამ ფორმით ხმების მოსასყიდად. ეს არის თანამედროვე ფორმა იმისათვის, რომ ხმები მოისყიდო მეტნაკლებად ლეგალურად. სიღარიბიდან ვინც ამოვიდა იმით, რომ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საბრძოლოდ კლებულობს საქართველოს ტერიტორიაზე და სიღარიბის გამო უწევთ ადამიანებს ემიგრაციაში წასვლა. საქართველოს ბიუჯეტი, რომელსაც განკუთვნილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყოველთვის, რაღაც მონოპოლია ქონდა უცნებას ბიუჯეტის განკარგვის იმ ადამიანების საკეთილდღეოდ, რომლებიც მათ ქსელში იყვნენ გაწევრიანებულები, ხო? იმიტომ რომ როცა ვამბობთ ადამიანებს, რომლებიც არიან ტროლბოტების ამ ხარხნებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ზონდერობენ, ყველა ეს ადამიანი არის მიბმული ამ დოტაციებზე, სახელმწიფო ბიუჯეტზე. 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინა. 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. სულ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. 2015 წლის 25 დეკემბერს თორნიკე კაჭარავა მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7.65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ნომერ 3-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებამ მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, ქალა ძვლებისა და თავის ტვინის დაზიანებები და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძის მიმართ გამოტანილია ბრალის დადგენილება. თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად ბრალი წარედგინებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტით, ძველი რედაქცია. განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, რაც სასჯელის სახე და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის 10 წლის შემდეგ სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია. მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ამ სასტიკი მკვლელობის გახსნაში. დიდი ხანი ამას ველოდებით ოჯახი. და იმედი გვაქვს თორნიკე კაჭარავა, დავით დეკანოსიძე და ყველა ის ადამიანი, ვისაც იოტის ოდენა მიუძღვის ამ საქმის ჩაფარცხვაში. კანონის მაქსიმალური სასჯელით დაისჯებიან. სხვა შედეგს არ ცდილობებით ოჯახი. ბევრი მამხილებელი მტკიცებულება იყო, რაც ამხელდა გარკვეულ პირებს დანაშაულის ჩადენაში, თუმცა გარკვეულ პირთა დახმარების და ზეგავლენების შედეგად, აღნიშნული დანაშაული იყო გაუხსნელი და იყო თაროზე შემოდებული. არაერთი მტკიცებულება იქნა განადგურებული, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ბრალდების ხარის და შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი დღევანდელ დღეს აქტიური მოქმედებების და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართლებრივად მყარი სისხლის სამართლის საქმე შეიკრა და დღეს უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნა ბრალდების ხარის მიერ მიღებული და დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, ოჯახი წლების განმავლობაში, ათეული წლის განმავლობაში ტანჯვაში იყო, მცირედად არიან გახარებული, რომ სამართლიანობა აღდგა. ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევების საქმე, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმას, ლევან შუკაკიძეს და კიდევ 15 დაკავებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. როგორც ცნობილია, 16-მა ბრალდებულმა თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. საპროცესო პირობები ასეთია, მათ ვისაც პროკურატურა ქურდულ სამყაროს წევრობას ედავება 1 წელი ციხე და 3 წლიანი პირობითი მსჯავრი. ასეთი 4 პირია. 8 პირს, ვისაც ქურდული სამყაროს მხარდაჭერას ედავებიან 6 თვემდე რეალური სასჯელი და 2 პირობითი. 4 ბრალდებულს კი, ვისაც ქურდული სამყაროსთვის მიმართვას ედავებიან 2 წელი პირობითი, ისინი დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ესენი არიან დავით გელაშვილი, ალეკო ხითარიშვილი, ლუკა სულაბერიძე და ალეკო ჩიტაშვილი. სხდომის შემდეგ ისაუბრა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა. აღნიშნულ საქმეზე დამატებით 7 ადამიანს ბრალი წაუყენეს, 5-ს პენიტენციურ დაწესებულებაში, 2-ს კი საზღვარგარეთ დაუსწრებლად. პროცესის შეთანხმება არის როგორც ბრალდებულის ნების გამოლენა აღიარებით, ისე პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილება. შესაბამისად, რის სანაცვლოდ უნდა გაფორმებულიყო ბრალდებულმა გამოავლინა ნება, აღიარა დანაშაულმა და აღიარა დანაშაული პროკურატურამ გამოიყენა მისი დისკრეციული უფლებამოსილება. რას ედავებოდა გამოძიება მას რა აღიარა აი რა ნაწილში ეს? ქურდული სამყაროს წევრობა. შუკაკიძის ჯგუფის წევრი იყო თქვენი დასაცავი პირი, ხო? არავინ არავის ჯგუფის წევრი არ იყო, რომელ ბრალდებასაც ედავებოდა პროკურატურა და შემდგომ დღეს იყო წინა სასამართლოს სხდომა, დამთავრდა სისხლის სამართლის საქმე, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. გიორგი ჩადუნელს კონკრეტულად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული საერთოდ არ ხავდა. ედავებოდნენ 2 ეპიზოდს. ოღონდ იმ არც ერთ ეპიზოდში სხვა პირი მის გარდა არ ფიგურირებდა და თვითონ რაც ჰქონდა ჩადენილი აღიარა, მოინანია და გაუფორმეს საპროცესო. რასაც ედავებოდნენ აღიარა. სხვა თანამშრომლობაზე აქ ლაპარაკი და საუბარი არ ყოფილა და არც ჰქონდა არაფერი. აი ლევან შუკაკიძის წინააღმდეგ თუ მიცა ჩვენება, ლევან შუკაკიძე სახელდებოდა თქვათ ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად. შესაბამისად გამოძიებას მასთან უფრო მეტი შეკითხვა ჰქონდა. ამიტომ ვკითხულობ თქვენმა დასაცავმა პირმა მისცა თუ არა ჩვენება შუკაკიძეების ძმების წინააღმდეგ. არანაირი ჩვენება არ მიუწია, იმიტომ რომ არანაირი კვეთა ამ საქმეში მას და შუკაკიძეს არ ქონიათ. გამოვლენილია ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკურმა პირმა აბაშაში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე განახორციელა ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება რეალიზაციის, მათ შორის ონლაინ პლატფორმების გამოყენებით გაყიდვა. შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
ვერსიის რეგისტრაციამდე.